კრიპტოაქტივების მომსახურე პროვაიდერებზე ეროვნული ბანკის რეგულაციები გაფართოვდება, როგორია სექტორის შეფასება, ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გენერალური პროკურორის თქმით, საქმე ეხება 20 ივნისის ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამეს და ეგრეთ წოდებული ჩორჩანას ეპიზოდს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით სექტემბერში ქართულ ოცნებას 124 პირმა 4,1 მილიონი ლარი შესწირა. შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს ბოლო 10 წელიწადში 2,5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებამ შესაძლოა უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს. თბილისის შემოვლითი გზის მეორე და მესამე ლოტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მომსახურების ჯამური ღირებულება 27 მილიონ ლარს აღემატება. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო. მე მწუშუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებთან გაუარესება მესამე ქვეყნების მიმართებაში, ასევე ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა. საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველო ჰერჩინსკის განცხადებით, დეკემბერში ევროკომისია ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმისთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ჰერჩინსკის თქმით, მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი და საბოლოოდ საკითხზე წევრი ქვეყნები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. სპეკულაციები არ მინდა. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მაგიდაზე დევს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც, და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამის შემდეგ მას ევროკავშირის წევრები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. წევრი ქვეყნები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზე სპეკულაცია არ მინდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გახარია საქართველოსთვის წევრების კრიტიკას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზანი. ოცნების დეპუტატის თქმით, საქართველოს მისწრაფება არ არის, რომ ევროპის ქვეყნებს აჯობოს, არამედ რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპებით, რაც შეიძლება მათ მალე დაეწიოს. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი პარამეტრები სწორედ განვითარებულ ქვეყნებთან განსხვავებით შესამცირებლად არის საჭირო და აუცილებელი. სავალუტო ფონდით ეკონომიკური ზრდაც საქართველო იქნება პირველ ადგილზე, არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის. მთავრობის ვალით იქნება მე-6 ადგილზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის და იქნება მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის. ბიუჯეტის დეფიციტით ამას ვიტყვი და მეც აღარ გავაგრძელებ. მე-2 ადგილზე იქნება კანდიდატ ქვეყნებს შორის და მე-8 ადგილზე იქნება განვითარებულ უკვე წევრ ქვეყნებს შორის. აქ ჩემო კოლეგამ ბრძანა, რომ იმას რაც ედრევითდა, აბა ვის შევედა, რომ ჩვენ 90-იან წლებში გაზი რო არ იყო და გარეთკენ ქვაბებზით რო შეშაზე აკეთებდა საჭმელს, მაშინაც ისე იყვავდა ევროპა. ახლა გერდაწყებული ეს. ჩვენი ეკონომიკური ზრდის მიზანი და ეს პარამეტრები მისთვის არის, რომ თუ ის იმათ 0 აქვს ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გვაქვს 8-9, რაც შეიძლება მალე დავეწიოთ. ეს არის თელი აზრი და არა ის რომ იმაჯობიოთ. მით თქვა იმაჯობიოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ საერთოდ 0-ზე რო ვიყავით, ისინი უკვე იყვნენ იქ სადაც არის. ამაზეა საუბარი და თვითონ სავალუტო ფონდი ამბობს, რომ თუ ჩვენ 8-10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მაშინ უკვე 5-6 წელიწადში ევროპის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დავეწევით და კიდე ერთი ხანში უკვე საშუალო ევროპული ქვეყანა გავხდით. ამაზეა საუბარი და ამიტომა მთავარი ჩემი მიზანი ეკონომიკური ზრდა და არა თქვათ რაღაც იქ ჩხეკინი რაღაც თემებზე.
კრიპტოაქტივების მომსახურე პროვაიდერებისთვის ეროვნული ბანკის რეგულაციები ფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში გუშინ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. იქამდე ვასპების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლება. ახლა კი სების მათი საქმიანობის უფრო ყოვლისმომცველი რეგულირება შეეძლება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხებსაც დაარეგულირებს. რა იცვლება კრიპტოაქტივების მომსახურე პროვაიდერებისთვის და რა გავლენა ექნება მარეგულირების ჩარჩოს გაფართოებას ბაზარზე. ანკო ჯოხაძე გვერდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანკო, მოგესალმებით და გისმენთ. თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და კრიპტოაქტივების სექტორში ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების გაფართოებას მხარი 85 ხმით უკვე დაუჭირა. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ იყო ინიცირებული და მიმდინარე კვირის დასაწყისში საკომიტეტო მოსმენად შედგა. საკითხზე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ბევრი კითხვები არ ჰქონიათ. კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისგან ადგილზე ან დისტანციურად, ასევე დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები. მათ შორის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა. პაატა კვიჟინაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. რეგულაციები კი ძალაში სწორედ 1 სექტემბრიდან შევა. როგორც მაგალითად მოწდება ფინანსური ინსტიტუტები, ისე შემოწდება კრიპტოვალუტის მომსახურების პროვაიდერები. არაფერი არც ზედმეტი, არც ნაკლები ყიდვა, გაყიდვა, შენახვა, გადაცვლა, ყველაფერი ეს იქნება იმ ჩარჩოებში, რაც არის. ჩვენი ვარიანტი მაგალითად არის ევროპული და ამერიკის საუკეთესო პრაქტიკაზე აღებული ეროვნული ბანკი დაარეგულირებს როგორც სხვა შემთხვევებში, იმიტომ რომ თუ მათმა მოსახლეობის კრიპტოვალუტის შენახვა მოინდომეს, მაშინ სხვა მოთხოვნა იქნება. იგივე სარეზერვო შეიძლება თანხა მოითხოვონ, შეიძლება თუ სხვა რამე საკითხებს, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლები საშიშია, შეიძლება სხვა მოთხოვნა იყოს. ამიტომ ეხლა ვერც ეროვნული ბანკი და ვერც მე ვერ გეტყვით, იმიტომ ეძლევა ამას 1 სექტემბრამდე ვადა, რომ ეს ყველაფერი დამუშავდეს საუკეთესო პრაქტიკით. მით უმეტეს ეროვნულ ბანკს ამ კუთხით დიდი გამოცდილება. პროცესებში კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს კრიპტობაზრის დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა, რომელიც ამბობს, რომ რეგულირების გაფართოების საკითხები სექტორის დიდ ნაწილთან გავლილი არ არის. მისი შეფასებით, ახალი რეგულაციებით ბაზარზე იზღუდება კონკურენცია და ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს ეზრდებათ ხარჯები. ავთანდილ კუჭავა განმარტავს, რომ რეგულირების ჩარჩო სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებული მოთხოვნების თითქმის იდენტურია, რაც მას ეჭვს უჩენს, რომ საკითხის მიღება საბანკო სექტორის ინტერესშიც იყო. ახლანდელი ვასპები ვინც არიან, იმათთვის გასაგებია, რომ კომფორტულია, რადგან ახლები ვეღარ შემოვლენ და შესაბამისად მარტო იქნებიან, მაგრამ უნდა აცნობიერებდნენ იმას, რომ ეს რეგულაციები თუ დავაკვირდებით, არის აი საბანკოსთან ძალიან მიახლოებული რეგულაციები. კრიპტოვალუტების ასე პროვაიდერებს ზოგიერთს სჭირდება ეს დაუშვათ მინიმალური ზღვარი, თუ უნდათ რომ ქონდეთ მინიმალური ზღვარი, მაგრამ ზოგადად ეგეთი ჩანაწერი აფუჭებს გარემოს, იმიტომ რომ არსებობს პროდუქტები, არსებობს პროვაიდერები, რომელსაც საერთოდ დეპოზიტები არ აქვთ, ანუ დეპოზიტების შეხება არ აქვთ. და მე მაგალითად ჩემი საფულით ჩვეულებრივ ვყიდულობ ნებისმიერ რაიმე პროდუქტს კრიპტოვალუტაში, რომელიც მე გამიხარდება. ისე რომ შუამავალი უბრალოდ მაკავშირებს ბლოკჩეინთან, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი ვიყიდო. და აი მაგ ნაწილშიც ბევრი კითხვები რჩება, რამდენად გააზრებული აქვს საერთოდ რა ტექნოლოგიაზე აქვს საუბარი, კომუნიკაციის პრობლემაა, ელემენტარულზე გვაქვს საუბარი, ელემენტარულ კულტურაზე გვაქვს საუბარი. ხო, ნებისმიერი გადაწყვეტილება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება იმ ძალიან კაცრი დისკუსიების, განხილვების, დიდი ხნის მსჯელობის შემდგომ, მინიმუმ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ ხოლმე მიწვეული მსგავს ასე ვთქვათ კანონმდებლობის განხილვებზე და ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად დავაფიქსირებთ და მინიმუმ ვეცდებით რომ უკეთესი გზით წავიყვანოთ ეროვნული ბანკი. ეროვნულ ბანკს გონია რომ ჩვენ წრები ვართ, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის, იმიტომ რომ მუშაობთ ძალიან ბევრს საერთაშორისო ბაზარზე, რომ ეს რეპუტაცია შეუნარჩუნოთ ბაზარს, რაც აქამდე ასე ვთქვათ გამოგდის. სპეციალისტების შეფასებით ახალი რეგულაციები ფაქტობრივად იდენტურია იმ კანონმდებლობის, რომელიც დღეს ევროკავშირში მოქმედებს. მათი თქმით, თამაშის ახალ წესებზე მორგება განსაკუთრებით მცირე ზომის კომპანიებისთვის არ იქნება მარტივი შესასრულებელი. საკომიტეტო მოსმენას მიმდინარე კვირაში ესწრებოდა ფინტეკ ასოციაციის ხელმძღვანელიც. მისი შეფასებით, ვასპებისთვის რეგულაციების გაფართოება მოსალოდნელი იყო და რა თქმა უნდა ბიზნესისთვის ეს მოსაწონი ვერ იქნება, თუმცა გვიძე აცხადებს, რომ რეგულაციების დაკმაყოფილება ბაზრის მოთამაშეებს არ გაუჭირდებათ. მისი განმარტებით კანონპროექტში ვასპების მიმართ მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ ჩანს, თუმცა სავარაუდოდ მოთხოვნა ეროვნულ ბანკს ვასპების მიმართ ისეთივე ექნება, როგორც ეს სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ არსებობს.
რეგულირებაც მოსალოდნელი იყო და ამას თავისთავად გარკვეული შედეგი მოყვება. რა ტიპის შედეგი და როგორი მოქმედებს ბაზრის მოთამაშეებზე ცოტა დღეს რთული სათქმელია, იმიტომ რომ დამოკიდებულია ისევ და ისევ რა კონკრეტულად რა ტიპის მოთხოვნებს წამოაყენებს ეროვნული ბანკი და ვინ შეძლებს კონკრეტულად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნასთან დაკავშირებით კონკრეტული ასე ვთქვათ ჩანაწერი როგორც მახსოვს არ არის, თუმცა არის ასეთი ჩანაწერი, რომ ეროვნულ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეულ ასე ვთქვათ ვირტუალური აქტივების პროვაიდერს განუსაზღვროს ეგრეთ წოდებული საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები. თუმცა თუ შევადარავთ ისევ ამ საკითხს საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან, მანდაც ზუსტად ანალოგიური ჩანაწერია, თუმცა იქ არის დაზუსტება, რომ მნიშვნელოვან პროვაიდერებს აქვთ მოთხოვნა ავალდებულება, რომ დააკმაყოფილონ გარკვეული საზედამხედველო კაპიტალი. აქვე ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი პროვაიდერები ისეთ ტიპის პროვაიდერები არიან, რომელთა დაახლოებით დღიური ბრუნვა თუ სწორად მახსოვს 200 მილიონს აღემატება. დაახლოებით ალბათ ანალოგიური პოტენციურად შეიძლება გავრცელდეს ვირტუალურ აქტივებზე, თუმცა გავასწრებთ მოვლენებს და ალბათ ეროვნული თავად განსაზღვროს დამატებით დეტალებს. ოსპების რეგულირების საკითხები ქართულ კანონმდებლობაში 2022 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით შევიდა, რის შედეგადაც სებმა 2023 წელს ოსპების რეგისტრაცია დაიწყო. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დღეის მდგომარეობით შემოიფარგლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგისტრაციით და რეგისტრაციის გაუქმებით, ასევე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებითა და რეგულირებით. ამოცემულობით ბაზარზე 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერია, 10 სუბიექტის რეგისტრაციის პროცესი კი ეროვნული ბანკის ინფორმაციით ამ დროისთვის მიმდინარეობს. მადლობა ანუკას, ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც კრიპტო აქტივებზე რეგულირების საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გაგვესწრო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ბოლო პერიოდში საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მონაცემთა შენახვა იქცა. არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სხვადასხვა სექტორებში მონაცემთა შენახვის ვალდებულებაც გაჩნდება. სწორედ ამიტომ ამ თემაზე საუბარი და მუშაობა მნიშვნელოვან საკითხად იქცა. ეს განსაკუთრებით საჭიროა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვისაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამჟამად თბილისში ფარფლაუდისა და იურიდიული კომპანია MKS ორგანიზებით ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც დატა ცენტრების საკითხებს ეხება. იმისთვის რომ ასე ვთქვათ, გაიზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში, ზოგადად ბიზნეს წრეებშიც, ჩვენ ვატარებთ ამ კონფერენციას, როგორც ერთის მხრივ Purple Cloud-ი, პირველი საერთაშორისო cloud-ი საქართველოში და მეორეს მხრივ MKD, ანუ იურიდიული კომპანია, აი ამ თემის გარშემო კონფერენციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მონაცემები შენახული ჩვენ ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ დატა ცენტრების ბიზნესი ზოგადად განვითარდეს და cloud-ის ბიზნესი განვითარდეს და თუ რა უპირატესობები მოყვება ზოგადად cloud-ს და cloud-ზე შენახვას მონაცემებს. ორი ასპექტი იქნება განხილული. რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია დღეს მონაცემთა ღრუბლოვანი გადაცემის ტექნოლოგიური მხარე, რაც არის თანამედროვე ნოვაცია და ამ დროს როგორ უნდა იქნეს დაცული პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება აი ამ თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიურ პირობებში. აი აქ მოვისმენთ როგორც ტექნოლოგიურ ნაწილს, თუ რას თავაზობს მონაცემთა გადაცემის აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემა, ასევე მოვისმენთ სამართლებრივ მხარესაც, როგორ უნდა მოხდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელით შემაჯამებელი გამოშვება უკვე 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად.